ძმა ბომბი მოგიტანე, ბომბი. სარფ. მიდი. იცი ყველაზე უცნაური რა არის? იმდენი ვეცადე და ასე იოლად გამოვიჭრე ჯელალი. მესტანი მირეკავს. გისმენ მესტან. ერთ საათში ჯელალის საქაბაბეში მოდი. ის პრობლემა მოვაგვაროთ მე რომ გითხარი. რა თქმა უნდა მესტან, მოვდივარ. გელოდები. მაშასე, ჯელალს დავიჭერთ. დავიჭერთ. მაგრამ შენც დაგიჭერთ სარფ. ეგ როგორ? როგორც ერთ-ერთ მათგანს. მაგრამ სხვა საკანში იქნები. ყველას განმოშორებით. შემდეგ კი გამოხვალ. კარგი. ასე დაგიცავთ შენ და შენ ოჯახს. მას შემდეგ რაც ჯელალს დავაპატიმრეთ, ნათელია რაც მოხდება. ძმას ვიპოვე. კარგი. ყურადღება არ მიიქციო. მესთანთან ერთად იმ პრობლემას მიხედე. შეიძლება იმ ნაძირალებმა კიდევ ვინმე მოკლან. წადი. ღმერთი შენსკენ. აი ბერანკი, მაშინ შეამოწმე. კარგი დეიდაფუსონ, პირველ რიგში ამას მივხედავ. როდის გავიგებთ პასუხს? რამდენიმე დღეში. მაგრამ არ დაგავიწყდეს რაც გითხარი. ეს მხოლოდ 1000-დან ერთი შესაძლებლობაა. ყველას დნმ არ გვაქვს. საჭიროზე ცოტა გვაქვს. არა უშავს იყოს, მაგრამ შეამოწმე. არის ვინმე? მესტან. კეთილი იყოს შენი მოსვლა ძმაო, სარფ. გმადლობ. რა ხდება? არავინა? ჰა. მოდი დაჯექი. მალე გავალთ. არ გეწყინოს, ვერაფერ შემოგთავაზებ. სარფი ჩემთანაა.
არა უშავს, წავიდეთ, სადაც მივდივართ. ნუ ჩქარობ, Gideriz. წავალთ. Bir şey Რაღაცას soracağım გითხრა. sadece sana. Gergin. დაძაბული ხარ. Rahatla biraz. ცოტა დამშვიდდი, მოეშვი. Niye bu kadar? ასე რატომ დაიძაბე? მესთან, ხვდები რომ სისულელეზე ვლაპარაკობთ. Senin bu ყველაზე მეტად შენში ეს მიყვარს. dik başlısın. ამაყი ხარ. Eğilmezsin. იოლად არ გატყდები. Rabbim Tersaz da dostuna, moqoresac düşmanına aseb qrobi. böylesini nasip etsin. Etti. იყოს ასე. Severim. მომწონს. მოგწონდეს. მოგწონდეს მაომესთან. მაგრამ რა პრობლემა გაქვს? Artık bir derdim yok. მადლობა çok ღმერთს şükür. პრობლემა აღარ მაქვს. Söylesene sen. მომიყევი ძმაო სარფ. Ne konuş? სახურავზე შენ და კომისარი იუსუფი რაზე ლაპარაკობდით? რა სისულელეს ბოდავ მესთან. Bırak şimdi. არ გინდა. Sen de ben მე de და çok შენ iyi ეს თემა კარგად ვიცით. მესთან, წადი და სხვები გაასულელე. მე კი არ გაწყენინებ. Lan bir de გამოსაშვებს საღამოზე კომისარს იარაღი დაუმიზნე არა? yemin ederim გეფიცები ამას şeytanın ეშმაკიც კი ვერ მოიფიქრებს. çok. შვენიერია. იარაღი მომეცი. მიდი. Dön bak bakalım. მიბრუნდი და ნახე ვინ დგას. Hatırladın mı? გაგახსენდა ძმაო სარფ. Hani bugün o ეს ის არის, რომელიც ჩანაწერში ნახე. Ya, ვისაც öldürme. სიკვდილი არ უწერია, უფალი არ გაწირავს. Bizim bilgisayar. ჩვენ თაიფუნს მადლობა უნდა უთხრა. ეფექტურად მოაგვარა ეს საქმე. რა ხდება? ეს რა თავდასხმაა? Geçeceksin bu. ამ საქმეს მოვაგვარებთ. Otur. დაჯექი, Otur. დაჯექი. დაჯექი. Sen çık. შენ წადი. Kapıyı da და kapat. გარი დაახურე. Biraz gürültü olacak. აქ ცოტას ვიხმაურებთ, არა ძმაო სარფ? Rahatsız etmeyelim hiç. ხალხს ნუ შევაწუხებთ. Yaman değil. ძალიან შეშლილი ხარ. İstedim ki მეც მინდა ვნახო, bir de რამდენად გონიერი ხარ. მესთან, მისამართი შეგეშალა. იცოდე ინანებ. Ölümden ის ნანობს, ვისაც სიკვდილის ეშინია ძმაო სარფ. ben pişman. მე არ ვინანებ. Afiyet olsun. გემრიელად მიირთვით. Baba, მამა, bu hafta sonu შაბათ კვირა შეიძლება მეგობართან დავრჩე. Yavrum böyle şeyler. შვილო, ნებართვა დედა შენს კითხე. kalamazsın. უფლებას არ მაძლევს. İyi o zaman. რა სიზამ? ვერ წახვალ. მუსტაფა, ძვირფასო, შეტყობინება მოგივიდა. ალბათ მნიშვნელოვანია. გმადლობ, ჩემო ვარდო. სარფი ჩემთანაა. Gitsene sen. დროა წახვიდე. Tamam gideceğim. კარგი, მივდივარ. მაგდებ ჟურნალისტო. Alo. ალო, Buyurun. გისმენთ? Ne? რა? Somon mu? ორაგული? Yok efendim. ასეთი რამ არ გვაქვს.
უცნაური ხალხია, ორაგული სოკოთი აინტერესებთ. ჩემი წასვლის დროა. დეიდაფუსუმ. ისედაც მთელი დღე თავი მოგაბეზრეთ. რას ამბობ, ასეთი რამ შეიძლება? ნახვამდის. ნახვამდის. კარგად. უფალი გფარავდეს, მაო. ოღონდ ორაგული სოკოთი არ გვაქვს. კარგი. შეგიძლია წახვიდე. იქ ყოფნა საჭირო აღარ არის. მეტყვი რა ხდება? მე რე აგიხსნი. ერთი რამ მითხარი. კაფეში რას აკეთებდი? არაფერს. ხომ მითხარი არაფერი გააკეთო. ასეც მოვიქეცი. ვიჯექი. კარგი შეხვედრამდე. გონი შენი ძმა მოკვდება უმუთ. ასეთ დღეს დედის გვერდით ყოფნა ცხადია კარგია. ჯანდაბა მერტ. უმნიშვნელო ალბათობის გამო როგორ ააფორია ქეისკალი. უსაფრთხოების სამსახური გისმენთ. ალო, მერტ ქარადა ვარ. არქივის თანამშრომელს დამაკავშირეთ. ახლავე კომისარო. გისმენთ კომისარო. ბავშვის პერანგი უნდა მოგიტანო, რომელზეც სისხლის ლაქებია შემორჩენილი. მინდა რომ დნმ-ის ანალიზი გამაკეთებინა. გასაგებია. ძალიან კარგი. ახლა ისიც გადაწყვეტე ოჯახის მოძებნასთან დაკავშირებით რას აპირებ და ყველაფერი მოგვარდება მერტ. Buradan saç. აქედან ცოცხალი ვერ გააღწევ. მამას თქმა დაგავიწყდა ფარისეველ ომესთან. Ölmekten სიკვდილის ნუ შეგეშინდება ძმაო სარფ. ölümde სიკვდილი გაზაფხულია.
რა იყო? რატომ გაჩუმდი? რა ხდება? გაიქეცი. ჯანდაბა. რა ხდება? ჯანდაბა. ალო, მამა ჯელალ. კარგი იქნება მალე თუ მოხვალ. საშინელი მდგომარეობაა, მამა ჯელალ. უპასუხე დედა, უპასუხე ტელეფონს, მიდი. დაო, რა იყო? შენი ტელეფონი რეკავს. გისმენ შვილო. დედა სათხართ. ეილემი მანდარის? კაფე დავკეტეთ და სახლში მივდივართ, რა ხდება? ახლავე ტაქსი გააჩერეთ და იმის სამარძე მოდით რომელსაც გეტყვით. არავინ დაგინახოთ. იჩქარეთ. ვერ გავიგე, სად უნდა მოვიდეთ? რა ხდება?
ვერაფერი გავიგე. დედა გააკეთე რაც გითხარი. ცუდ დღეში ვარ, ძალიან ცუდ დღეში. ვიდრე არავინ მოსულა, სასწრაფოდ დატოვეთ ეგ ტერიტორია. საფრთხეში ხართ, არ გესმის? კარგი შვილო, შენ უღოთ მისამართი გითხარი და ახლავე წამოვალთ. კარგი, მოვდივართ. შენ კარგად ხარ? ხო, დედა, კარგად ვარ. სასწრაფოდ გააჩერე ტაქსი. ღმერთო შენ დაგვიფარე. დეიდა ფოსუნ რა ხდება? სარფს რაღაც უჭირს. ჩვენ საფრთხე გვემუქრება. ნუ ღარ ვაყოვნებთ, წავიდეთ და ადგილზე გავარკვევთ რა ხდება. და ომეთ წამოყვებით, კარგი? მარტო ვერ გაგიშვებთ, არ შემიძლია. კარგი შვილო. სასწრაფოდ გააჩერე ტაქსი და აქედან წავიდეთ. კარგი. ღმერთო შენ დაგვიფარე. რა ხდება ამიხსენი? ამ შუაღამისას აქ რა დაკარგე? ძმაო, ნუ რაფერს მკითხავ. შედით და ყველაფერს თავად დაინახავთ. ღმერთო. ეს რა უბედურებაა? ადამიანი ასეთ რამეს ვერ ჩაიდენდა. მამა ჯელალსაც შევატყობინე. მალე ისიც აქ იქნება. ეს როგორ მოხდა? ძმაო, გიფიცები არაფერი დამინახავს. ბოლოს აქ ვინ იყო? ძმაო, სარფი იყო. სარფ. მოიცა. ასე უცებ ნუ გაცხარდები დაუთ, ძმაო. მამა ჯელალის მოსვლას დაველოდოთ. გამადარეთ. არა. ახლავე ჩამოხსენით ჩემი მესტანი. ჩემი საყვარელი ბიჭი. როგორ მომიკლეს? ეს რა გიქნეს? ვინ გაგიმეტა ასე? მამა ჯელალ, ბოლოს აქ სარფი იყო. უფროსო არ გაბედო ჯელალის დაკავება. საშინელ მახეში გაგვაბეს. მიამბე. ვიღაცა მახე დამიგო. ვისან რატომ უნდა დაეგო მახე? ის ვიდეო მესტანის დაგებული მახე იყო. დაგვინახა ერთმანეთს რომ შევხვდით. ახლა სად არის ის ძაღლიშვილი მესტანი? შეგვიძლია ახლავე დავაკავოთ. მესტანი მკვდარია. შენ მოკალი სარფ? არა, მე არავინ მომიკლავს. მესტანს რომ ვეჩხუბებოდი, ვიღაცა მძიმე საგანი ჩამარტყა და გამთიშა. სწორედ მან მოკლა მესტანი და მერე ფეხები ჩამოკიდა. მომისმინე, შენ და შენი ოჯახის სასწრაფოდ უსაფრთხო ადგილას უნდა გადაგიყვანოთ. ჯელალი დღესვე დაიწყებს თქვენს ძებნას. იმ სახლის მისამართი მომწერე და ჩემებს დღესვე მივიყვან. ჯანდაბა.
შვილო, რა ხდება, მითხარი. გთხოვ. სწრაფად ჩასხედით მანქანაში. გზაში აგიხსნით ყველაფერს, მიდით. რა ხდება, შვილო? დაჭრილი ხომ არ ხარ? არა დედა, არაფერი მიჭირს. ახლა მთავარია ცოცხლები და უნებლები მიგიყვანოთ ადგილზე. მე კი ყველაფერს გიამბობთ. სულ პატარა იყო ჩემთან რომ მოვიდა. თვალებში შევხედე თუ არა ვთქვი? მასში რაღაც არის მეთქი. სულ სხვანაირად იყურებოდა, ჩემი პატარა. სულ სხვანაირად. ახლავე იპოვეთ ის სარფი. სულ რომ ქვესკნელში იმალებოდეს იპოვეთ და აქ მომიყვანეთ. სასწრაფოდ მომგვარეთ. ოღონდ არაფერი დაუშავოთ. თვითონ უნდა ამოვხადოს სული. როგორც გვიბრძანებ, მამა. მოძებნე, დაუთ. დედამისიც იპოვე. დედამისიც. მთელი მისი მოდგმა იპოვე. ვინც კი გააჩნია ყველა მომგვარე. დედა. კარგად ხარ? თავის საშინლად მტკივა. ტკივილ გამოყუჩებელი დაგალევინო. კარგი იქნება. მადლობ, შვილო. სარფ. ვიცი, ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ დიდ უსიამოვნებაში ხარ გახვეული, არა? ასია დედა. მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ. რაც გინდა მთხოვე დედა. იმას არ გკითხავ თუ რა უსიამოვნება შეგხვდა, არც მინდა ვიცოდე, მაგრამ იცოცხლე სარფ. შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ. ყველა საზღვევინე, ვინც ამ დღეში ჩაგაგდო. შენ ჩემი სისხლი ხარ. ჩემი ხორცი ხარ, ჩემი სული. ეს არასდროს დაგავიწყდეს, გთხოვ. დედა, ნუ ღელავ, დედა. ნუ ღელავ. ახალგაზრდება. ხომ კარგად ხართ? მომისმინეთ, სახლიდან გასვლა არ შეიძლება. არც არავისთან ლაპარაკის უფლება გაქვთ. მაცივარში ყველაფერია, რაც გჭირდებათ. შევთანხმდით? შევთანხმდით, თუ რამე მოხდება, მაშინვე დაგირეკავ. ჩემს დაუკითხავად არაფერი მოიმოქმედოთ. კარგი. ბარიშ, გაიგონე? ხო ძმაო. მომისმინე ბარიშ. ისმენ ძმაო. შენ ჩემი ხელფეხი ხარ. ჩემი თვალები.
შენი იმედი მაქვს. კარგი ძმაო. უნდა წავიდე. ფრთხილად იყავი, ძალიან გთხოვ. კარგი დედა, კარგი. Sarp. Neredesin? Satkar. Ara beni ne olur. დამირეკე გთხოვ, შენი ხმა გამაგონე. მითხარი რომ კარგად ხარ. Of Sarp. Sarp. Bir sesini duydum. გამაგონე შენი ხმა. შენ გამაგლდე აქ უფროსო. შენგან მჭირდება მოსვლის ნებართვა მეკაბაბევ. მაშინ იპოვე ის, ვინც ეს ჩაიდინა უფროსო იუსუფ. მას სარფილმაზი ქვია. თუმცა მას კარგად იცნობ. იმ ნაბიჯვარმა იარაღი რომ დამიმიზნა, მაშინ კარგად ხარობდი. ახლა სიტუაცია შეიცვალა, არა? მაგრამ ნუ ღელავ. პოლიცია ყველასთვის პოლიციაა. ვიპოვით და შენზე ადრე ვიპოვით. მართლმსაჯულების იმედი მაქვს უფროსო. და თუ ამ საქმეს შენ მოკიდებ ხელს. მჯერა, რომ უთუოდ ბოლომდე მიიყვან. როგორც გავიგე, რესტორანში უსაფრთხოების კამერები არ ქონიათ დამონტაჟებული. სწორედ უსაფრთხოების მიზნით არ დავამონტაჟეთ. მესთან. ჯანდაბაში წასულ ხარ სარფ. მაგრამ გიჯობს ხელში არ ჩამივარდე. თქვენ აქ დარჩით. მამა მარტო უწახვალთ. ასე მირჩევნია. უფროსო, ეს კაცი არ ჩამოგიდეს. სელიმ. ის სარფი მარტო როგორ ჩამოკიდებდა იმ ხელაკაცს. თუმცა ის ხომ არანორმალურია. შეშლილი. შეიძლება მარტოსაც მოეხერხებინა. უფროსო, ეს შემთხვევა კარგად უნდა გამოიძიოთ. როგორ ჩამოკიდა და რა მოიმოქმედა. როგორც მიბრძანებთ უფროსო. რაც უნდა იპოვოთ, ყველაფერს მე მომიტანთ. ჩემს დაუკითხავად არავის არაფერს გაუგზავნით, გასაგებია? როგორც გვიბრძანებთ უფროსო. განაგრძეთ მუშაობა. მუსა, რაღაც უნდა გაჩვენო. დაბრძანდით უფროსო. მარტო წავალ. როგორც გენებოთ უფროსო.
არც სახლში და არც რესტორანში არავინ არის. ნაშკარაა რომ დედამისის და ის გოგოც სადღაც გადამალა მამა. უბნის მცხოვრებლებისთვის არაფერი გიკითხავს? არავინ არაფერი იცის. როგორც ჩანს მანამდე მოასწრეს დამალვა ვიდრე ეს ამბავი უბანს მოედებოდა. როგორ მოვიქცეთ მამა? ვიცი მათ როგორც ვიპოვით. ჩემს მითითებებს დაელოდე. მოგვიანებით დაგირეკავ. ძალიან ცუდი სიტუაციაა, სარფ. ჯელალი გაცოფებულია. ლამის ცნობიერება აქვს დაკარგული. ვერ მოისვენებს ვიდრე არ გიპოვის. ოდა მეძებოს. ნახოთ, თუ მიპოვის ვიტყვი რომ მაგარი ბიჭია. სარფ. მოდი დედა შენი და ელემი აქაურობას გავარიდოთ. სადმე გავამგზავროთ? შენ პოლიციის მუშაკი ხარ. სახელმწიფო გიცავს. გადავმალოთ ისინი. უფროსო ამის გამო ერთი წელი გავატარე ციხეში. იმ სისასტიკეს იმისთვის ვითმენდი რომ ყველაფერზე უარი მეთქვა. არ შეიძლება. მაინც ვიპოვი იმას, ვინც ეს სასტიკი მახე დამიგო. ვინ დაგიგო მახე? ჯერ დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ერთი სახელი მიტრიალებს თავში. დაუთი. საინტერესოა. ნეტავ მართლა მან დამიგო მახე? მე კი სულ სხვა ვინმეზე მაქვს საჭვი. ვიზე? ასან ალიანაკზე. ჩემი აზრით მისგანაც მოსალოდნელი იყო მსგავსი მზაკრობა. არ მეთანხმები? არ ვიცი, დარწმუნებული არ ვარ. ერთადერთი რაც ვიცი მახე არ მე დამიგეს, ან ჯელალს. ჩემი საშუალებით რა თქმა უნდა. მისმინე, თუ ასეა სიტუაცია იცვლება. როგორც შენ ამბობ, მიზანი შეიძლება ჯელალიც იყოს. ალბათ. ვიღაცამ ჩემთან თამაში მოინდომა. ან ჩემი საშუალებით ჯელალის გაბმა. წამოდი სარფ. ამ ჯოჯოხეთიდან როგორმე უნდა გაგაღწევინო. შენ ჩემებს მიხედე და ჩემთვის ეგეც საკმარისი იქნება. არ მინდა მათ რამე დაემართოთ. ან ამ საქმეს მოვაგვარებ, ან თვალით ვეღარაზროს ვნახავ. ახლა კი დამლოცე უფროსო. რა სისულელეს ამბობ სარფ? დამიჯერე ასეა უფროსო. უკან დასახევი გზა მოჭრილია. თუ რამე დავაშავე მაპატიე. საპატიებელი არაფერი გაქვს სარფ. სარფ. მომისმინე. ჩემზე მეტად არავის უნდა ჯელალის განადგურება. მაგრამ გთხოვ, ამ ამბავს ნუ შეეწირები, შვილო. მოდი აქედან შორს გაგიშვებთ, კარგი? ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ, სარფ. ამაზე ნუ ვილაპარაკებთ უფროსო. მთელი ცხოვრება შიშით ვერ ვიცხოვრებ და ეს შენს კარგად იცი. რა თქმა უნდა, ვიცოდი რომ არ დამთანხმდებოდი. არცად წამსვლელი ხარ. ხომ ამბობდი ან ის, ან ჩვენო. ხოდა ახლა სწორედ ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ. მხოლოდ ორ რამეს გთხოვ. რაც გინდა ის მთხოვე. თუ რამე დამემართება, შემთხვევით თუ მოვკვდები. დედა ჩემს და ელემ შენ უნდა მიხედა. სადმე გადამალე. და კიდევ. დედა ჩემს ყველაფერი უამბე. სიმართლე უთხარი. უთხარი შენი შვილი ღირსეულად ცხოვრობდა და ღირსეულად მოკვდა. მინდა ეს იცოდეს. ამას ნუ ამბობ, შვილო. გული მდგივა ასე რომ ლაპარაკობ. რაღაცას გამოგიგზავნი. ვიდეოს უგულისხმობ. როცა დრო მოვა, დედა ჩემს გადასცემ, რომ ყველაფერი ნახოს. ნუ ველავ, ყველაფერს მოვაგვარებ. მაგრამ იმ ვიდეოს ნახვის საჭიროებასაც ნუ შექმნი, შვილო. ფრთხილად იმოქმედე. ჩემი იმედი გქონდეს. კარგი? გმადლობ. ახლა კი დამლოცე. მოგვიანებით გნახავ. სარფ. ამას წინათ
რაღაც საინტერესოს მეუბნებოდი. Hangisini diyorsun? Bizde რომელერთ გულისხმობ, ჩვენ ტყუილად არაფერს ვამბობთ ხოლმე ჯელალდუმან. მითხარი, თუ რამე მოხდება ჩემთან მოდი და ყველაფერი პირდაპირ მითხარიო. გახსოვს? ო, მახსოვს. შვილო, სიტყვა იგივე ოჯახია. პირობას შესრულება უნდა. ეს არ უნდა დაგავიწყდეს. რადგან ამისთვის პასუხს მოგთხოვენ. სინდისის ქენჯნას ვერსად გაექცევი. Eyvallah. გასაგებია. Ne istiyorsun sen onu söyle. პირდაპირ მითხარი, რისი თქმა გინდა? ტელეფონი. შენი მობილური ტელეფონი მომეცი. Hayırdır? რამე მოხდა? არა. მამაშვილურად ჩემთვის რაღაც მინდა გააკეთო. ერთი გოგონა უნდა გამაცნო. Hangi kız? რომელი გოგონა? Hangi ne diyor? ვინ? Cevabı hangi? რას ამბობ, მამა ჯელალ? რომელი გოგო? ამ ელექტრონულ მოწყობილობებში და ტექნოლოგიებში ნაკლებად ვერ ყვევი. გამომართვე ეს ტელეფონი და იმ ჟურნალისტი გოგოს ნომერი მიპოვე. Eyle mi? ეილებს გულისხმობ? ო, მას გულისხმობ. აი, ვიპოვე, აქ არის. რას უდგახარ? შეტყობინება მისწერე, მიდი. მიდი. Ne yazacaksın? რა უნდა მივწერო, მამა ჯელალ? ახლავე გეტყვი. სად ხარ? ძალიან ნერვიულობ. დაწერე. გაუგზავნე. სარფისგან ახალი არაფერია. არა დეიდა ფუსუნ, მთელი დღე არ დაურეკავს. დამშვიდი და ნუ ნერვიულობ. ყოჩაღი ბიჭია, არაფერი მოუვა. ღმერთმა გისმინო შვილო. არ მინდა ვინმეს რამე დაუშავდეს. ამას ნუ უსმენ დეიდა ფუსუნ. დღეს თეფშები ვერ დაამსხვრია და თვითონაც არ იცის რას ამბობს. სარფია? არა, ჩემი მეგობარია. შეხედე, უკვე მოგწერა. Merak ediyorum. რას ამბობ, სადვარო? სანერვიულო არაფერია, უსაფრთხო ადგილას ვართო. არა, ძვირფასო, მართლა ძალიან ნერვიულობ. ასე არ არის მერტ? მიდი მისწერე. ვიცი რაც ხდება, შემიძლია რამით დაგეხმარო. მისწერე. მიდი. შემიძლია რამით დაგეხმარო. გაუგზავნე. დახმარება მართლა არ მჭირდება მერტ. Celal baba ben seni მამა ჯელალ, შენი მესმის, სარფის ხელში ჩასაგდებად mati გადაცება გინდა. alacaksın. რა თქმა უნდა. შენ გონია სარფის ოინებს ასე დაუსჯელს დავტოვებ? Kalmasın da zaten. დაუსჯელად არც უნდა დატოვო. Böyle mi? მაგრამ ამ გზით გინდა მისი დასჯა. რატომაც არა. რა იყო? იმ გოგოს და დედამისს ისედაც არაფერს დაუშავებ. თავარია სარფი მოვიტყუო და სხვა არაფერი მინდა. შეკითხვები კიდევ გაქვს? Yok baba. არა, მამა. მაშინ მისწერე. დროა, ოქროს დარტყმა მივაყენოთ. Söyle. კარგი. ძალიან ვღელავ. იქნებ სადმე შევხვდეთ. მერე კი მისწერე. მიყვარხარ თქო. Yok baba tamam. არა, მამა, კარგი, მაგრამ ეს მეტის მეტი იქნება. მართალი ხარ.
საქმე სიყვარულის ახსნას ეხება. ამიტომ როგორც ნორმალურ ადამიანებს ეკადრება, ისე მოიქცეთ. ხომ ასეა? ყველაზე დიდი გული მოძებნე. გულის სიმბოლოები ხომ არსებობს? გაუგზავნე და თან მისწერე, მიყვარხარ თქო. Kalp. გული არა? ო, გული გაუგზავნე. კარგი. ახლა გაუგზავნე. Seni çok merak ძალიან მღელავ. იქნებ სადმე შევხვედროდით. Seni seviyorum. მიყვარხარ. Arıyor. აი რეკავს. მართლა, უპასუხე და მეც მომას მენინე. Mert. მერტ, İyiyiz. კარგად ვართ, ნუ ღელავ. Gerçekten mi? მართლა კარგად ხართ ეილემ? ჩემი დახმარება არ გჭირდებათ? Evet evet. ო, კარგად ვართ, ნუ ღელავ. Buralar. Üsküdar. ერთ სახლში დავბინავდით, უსკი უდარში. წეღან რაც მომწერე, Az önce რას yazdığın şey ნიშნავს? nereden çıktı öyle? უთხარი რომ შეგხვდეს. Bak. მომისმინე, ეილემ, Biz bir იქნებ görüşelim. ერთმანეთს konuşalım. შევხვდეთ. Böyle გნახავდი. roman olmayacak. ტელეფონით საუბარს აზრი არ აქვს. Fena olmayacak görüş. სიმართლე გითხრა, ცუდი არ იქნებოდა თუ შევხვდებოდით. Çok şaşırttın. ძალიან გამოუცე, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. დააძალე. დააძალე. ეილემ, bak dinle. მომისმინე, ეილემ შვილო. გისმენ დეიდა ფუსუნ. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. Yine მე შინია ისე ვარ დავკარგო გონება. საავადმყოფოში ხომ არ წავსულიყავით. ო, Şimdi ახლა არ მცალია, მოგვიანებით დაგირეკავ. ჯანდაბა. Buyur abla. ჩაიჭი დაიგო. ეილემ, ჩემი ჩანთაც წამოიღე, იქნებ პირადობის მოწმობა დაგჭირდეს. უკვე ავიღე, ყველაფერი მომაქვს. ეგ მე მომეცი, შენ კი ტაქსი გააჩერე. მიდი, კარგი. gir bak. მომკიდე ხელი. ხომ კარგად ხარ? ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.